გამარჯობა. მე ვარ მია, როგორც იცით. და ჩვენ დღეს გადავიღებთ სოფლის ტურს. მე ვარ ელენა და რა ქვია, ძალიან მიხარია, რომ სოფლის ტურს ვიღებთ პირველ ხერხად. სოველი ჩამოვედით და აღარ გადაგვიღია ვიდეოები, ძალიან მოგვენატრეთ ჩვენ. ხო, არ დაგავიწყდეთ, დაასუსკერეთ, დაალაიქოთ და დააკომენტაროთ. და კიდე ყავს ერთი მონაწილე, რომელსაც ქვია სოფია. ეს ხშირადაა ჩვენ ვიდეოებში რა. ხშირად არ იქნება. იმიტომ ჩვენი ჩენელია, ჩვენი არხია და შეიძლება ზოგ ვიდეოებში შეგხვდეთ. ან იცეკოს ჩვენთან ერთად, ან უბრალოდ იდგეთ, შეგვიყუროთ და ასე შემდეგ. და თუ რამეა, დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ რომ ჩვენი არხის წევრი გახდეს. დავიწყეთ. კაი, პირველ დავიწყებთ ჩვენი უდიდესი სოფელი. ბოდიშით წავიქცი კინაღამ. აგერ გვაქვს ჭიშკარი და ასე შემდეგ. ეხლა აქ რაღაც თხილები გვაქვს, რომ გავყიდოთ. და რომ ბევრი ფული გქონდეთ, აბა სეკვნერები არ გვინდა? აქ არის კიდეები, სადაც წავალთ და ასე. აქაც აქ გვაქვს დიდი აივანი მეორე სართულზე. ეხლა და ბევრად ძველი საწოლი. ჩვენი ბაბუა იძინებს ღამე, რადგან შიგნით ცხელაო და ასე შემდეგ. სულ აივანია ღია თბილისში. ხო, ეს ჩვენ ვართ ზესტაფონში. შემოვედით მეორე სართულზე. რომელიც შეიძლება იკეთება. აქ ხანდახან ძინავთ. ხო და აქ რაღაც სათამაშოები გვაქვს, რომელიც რავი ვთამაშობთ. ეს არის ჩვენი ძველი სათამაშოებია. აუზი ბასინის ისინი ნაწილები, რომელიც დღეს უნდა გავსალოთ. აუზი და არ დაგავიწყდეთ. დღესვე გამოვა მეორე ვლოგი, რადგან უნდა განახოთ, როგორ ვაშენებთ ჩვენ აუზს. დიახ. აქ გვაქვს საწოლი. ეს არის ჩვენი ბებოს საწოლი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ არაუშავს. მეორე ბებოსთან ვართ. მეორე ბებოსთან ერთად ვართ ეხლა. მაგრამ ბედნიერები. ძალიან გვეცოდება. ხო, სამწუხაროდ მას შვილები არ ყავდა. აქ გვაქვს ჩემი ტანსაცმელები. ეს არის ზალა. ეს გამოყარა ბებო. ხო, აქ გვაქვს პიანინო. და სინამდვილეში ნინო ბებო რომ იყო, ჩვენ არ ვიყავით არც ერთი დაბადებული. ხო, ნინო ბებო ერქვა. აქ ეს უჯრები იმიტომ არის, რომ და ჩემი კარადა ეს სკოლობანას რო თამაშობ. ხანდახან სკოლობანას თამაშობ და აქ უნოები მე ჩაყარეთ ჩემი კარადა. და ესაა ჩემი, რადგან ცარიელია. დიახ. აქ გვაქვს მაგალიანა ელენას კარადა. ეს არ კიდე ხო, რომელიც შეგვიძლია ახლო ამოვიდეთ რა, ეგრევე რა. კიდე ერთი საწოლი დევგარი. კაი, დავიწყოთ. ეს არის უბრალო საწოლი. ანუ მაგალითად ჩვენი სტუმარი ჩამოვიდა რა, ჩვენი დედა. რომ რამოდენიმე დღე დარჩეს. აქ დაიძინებს. ძალიან კომფორტული საწოლია. ესა მიასი და თავის ძმის თავისი ბებოსის საჭო. აქ ვიძინებ, ჩვენ არეულია ვიცი, იმიტომ და მან გიძინებს საბა. აქ ჩვენი ძმა და აქ ჩვენი ბიძაშვილი გიო. და მეტი არაფერი გვაქვს მეორე სართულზე, არაფერი საერთოდ. აქ საწოლების მთელი ამალა. შეხედეთ, აი ერთი სათამაშო გდია გარეთ.
ხო, წავედით ქვემოთ. ქვემოთ, რადგან წავედით. აი, ესა პირველი სახლი. ეხლა გაჩვენებთ სამზარეულოს. და გრილია ეს ოთხი გრილი. ეს ჩვენი მაჩივრები, ჩვენ ორი მაჩივარი. არ ვიცი რატო გვაქვს. ანუ ერთი თბილისში გქონდა აი ეს და რა ქვია, აქეთ გადმოვიტანეთ. იმიტომ რომ რა ქვია, ახალი ვიყიდეთ. სოფია ექიმიკი არ ხარ და დეგენი. აი. ეხლა ეს მაგიდა. გარეთ როგორც ხედავთ, ძალიან ცხელა. ხო, აი ძალიან ცხელად. თქვენ არიშით როგორ ცხელად, ახლა წავიდოდი მდინარეში და ჩავხტებოდი. წავედი დღელში ჩავხტე. მზიაბეგო მოთახს რა ქვია? მარანი. ხო, ეს არის ჩვენი მარანი. ბევრი კამპოტები და მწნილები გვაქვს. ეს ჩვენი ბუხარი. და ეს ჩვენი საჭირო ოთახი. ძალიან ბევრი კამპოტი გვაქვს და ძალიან კამპოტები არა ჩვენი. კი, ყველა ვაჩვენი მზი. აუდი სამზარეულოში. აი, კიდე ნახეთ, რამდენი ყიმელები გვაქვს და რამდენი წნილები, კამპოტები. ამდენი კამპოტილები რა გჭირდება ზამთარში ტყუილი არც ერთი დავრჩებით. ბებო იქნება მარტო და ბაბუ აქ. აი ჩვენი საათი, რომელიც ესეთი კიდე გვაქვს ჩვენ თბილისში. ეს იყო ჩვენი ვლოგი. იმედია მოგეწონა. და მე ვარ ექიმის დატოდია. კარგად. იმედია მოგეწონათ ეს. კამპოტები, მურაბები და ხო, ყველაფერი მზიაბებო. ხო, ჩვენმა მზიაბებმა გააკეთა აი ბუჭო ბებო გაგიზერა. ყველა კამპოტები და მწნილები. ძალიან ბევრი ისრომა და რაღაც დაგვავიწოდა. რა? ესაა ჩვენი ბიძაშვილი გიოს ნახატი. კაი. ეს იყო ჩვენი ვიდეო. იმედია მოგეწონათ. თქვენ კიდევ ერთხელ დაასუბსკრაიბეთ, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. ნახავთ რომ ჩვენი სოფია შემოემატოთ ჩვენ არხში. და ასე შემდეგ. რომელიც კინაღამდამია. კინაღამდამი ვარ და ტელე. კაი. გამარჯობა, რომელიც კარგად. სოფია უკვე მე ასე ჯერ თქვი, კარგად. კარგად.